მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაზე, ვისაუბრებთ მიზეზებზე, თუ რატომ განახორციელა ეს შეტევა ისრაელმა და რა პოტენციური შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ეს ახლო აღმოსავლეთისთვის, შესაბამისად მთელი მსოფლიოსთვისაც. ისრაელის მიერ სამხედრო შეტევის განხორციელება ირანის წინააღმდეგ არ იყო მოულოდნელი რამ, რადგან ამ რეგიონის კვლევრები, ანალიტიკოსები უკვე აწლეულების განმავლობაში აკვირდებოდნენ და ხედავდნენ იმ განცხადებებს, რომელსაც აკეთებდა ისრაელი, რომ თუ ვერ მოხერხდებოდა ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება და თუ ირანი მივა იმ ზღვრამდე, როდესაც გარდაუვალი იქნება მის მიერ უკვე ბირთვული იარაღის შექმნა, მაშინ ისრაელს მოუწევს უკვე პასუხისგაცემა და ამ საკითხის სამხედრო კუთხით გადაწყვეტა. მაგრამ აქ ჩვენთვის საინტერესო არის ის, თუ რა მოვლენები უძღოდა წინ ამ შეტევას, რომელიც ისრაელმა წინა ღამეს განახორციელა. საქმე იმაში არის, რომ 2023 წლიდან მას შემდეგ, რაც ღაზაში დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი, ძალთა ბალანსი ახლო აღმოსავლეთში მკვეთრად შეიცვალა ირანის საწინააღმდეგოდ, შესაბამისად ისრაელის სასარგებლოდ. ვითარება ამ ომამდე იყო რადიკალურად განსხვავებული. ირანი იყო ძლიერი მოთამაშე, შეიძლება ითქვას უძლიერესი მოთამაშეც კი ახლო აღმოსავლეთში, რადგან ირანი პრაქტიკულად აკონტროლებდა რამდენიმე არაბულ დედაქალაქს, რითაც ძალიან ამაყობდნენ ირანელები: ბაღდადი, დამასკო, ბეირუთი და სანა, იემენის დედაქალაქი. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ირანმა მოახერხა პირდაპირი სახმელეთო დერეფნის შექმნა უშუალოდ ირანიდან ხმელთაშუა ზღვამდე, ერაყის და სირიის ტერიტორიების გავლით. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ირანის ისტორიაში, რადგან ბოლოჯერ ირანელებმა ასეთი რამ მოახერხეს მე-7 საუკუნის დასაწყისში, როდესაც სასანიანმა მმართველმა ხოსრო მეორემ მოახერხა აღმოსავლეთ რომის იმპერიის დაპყრობა და გავიდა ხმელთაშუა ზღვაზე. ძალიან სიმბოლური მომენტი იყო ეს, რადგან ამ მე-7 საუკუნემდე უშუალოდ ირანელებს ჰქონდათ კონტროლი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილზე, შორეულ მე-4 საუკუნეში ძველი წელთა აღრიცხვისა, სანამ ალექსანდრე მაკედონელი დაამარცხებდა აქემენიანთა იმპერიას. ანუ ახალი წელთა აღრიცხვის მე-7 საუკუნიდან მოყოლებული 21 საუკუნის მეორე დეკადამდე პრაქტიკულად ირანს არ ჰქონდა პირდაპირი სახმელეთო კონტაქტი ხმელთაშუა ზღვასთან. ყოველთვის მას უშლიდა ამის გაკეთებაში იქნებოდა ეს ერაყი, თუ არასახარბიელო ვითარება სირიაში, სანამ სიტყვაზე ასადთა დინასტია გაბატონდებოდა ქვეყანაში. მაგრამ ფაქტია ის, რომ 2023 წლიდან მოყოლებული ვითარება მკვეთრად შეიცვალა ისლამური რესპუბლიკისთვის. ღაზაში დაწყებულმა ომმა პრაქტიკულად ეს ირანის წინააღმდეგობის ღერძი, რომელიც შედგებოდა ამ ჰეზბოლასგან, სირიისგან, ჰამასისგან და სხვა, ესე ვთქვათ, გასამხედროებული დაჯგუფებებისგან, პრაქტიკულად თუ არ დაიშალა, ყოველ შემთხვევაში ძალიან დასუსტა, ხოლო სირიის შემთხვევაში კი სრულად ეს ქვეყანა, ესე ვთქვათ, ამოვარდა ამ წინააღმდეგობის ღერძიდან, იმიტომ რომ წინა წლის 24 წლის დეკემბერში მოხდა უკვე ასადთა დინასტიის ასე ვთქვათ, ჩამოგდება დამასკოში. ამით პრაქტიკულად ირანმა დაკარგა ეს თავისი პირდაპირი სახმელეთო დერეფანი ხმელთაშუა ზღვამდე. შესაბამისად, ისრაელზე ზეწოლა უკვე ისეთი აღარ იყო, როგორც 2023 წლამდე.
ისრაელმა დაასუსტა ჰეზბოლა, მნიშვნელოვნად დაასუსტა ჰამასი, ხშირად დაუბომბავს ჰუსიტები იემენში და რამდენიმე შეტევაც განახორციელებია ერაყში ბაზირებულ, ასე ვთქვათ, პროირანულ გასამხედროებულ დაჯგუფებებზე. ან პრაქტიკულად ისრაელმა 2023 წლის ბოლოდან პრაქტიკულად შეცვალა 2 წლის განმავლობაში აი ეს სრულად ეს არსებული ძალთა ბალანსი ახლო აღმოსავლეთში და თავის სასარგებლოდ მოახერხა ახალი წესრიგის ჩამოყალიბება, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ სრულად ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული, მაგრამ ის ბევრად განსხვავდება ეს ახალი სისტემა ურთიერთობების, რომელიც ყალიბდება ახლა ახლო აღმოსავლეთში, ბევრად განსხვავდება იმისგან, თუ რაც იყო 23 წლამდე, როდესაც ირანი იყო პრაქტიკულად ყველაზე ძლიერი სახელმწიფო რეგიონში. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი მიზეზი თუ რატომ განახორციელა შეტევა ზუსტად აი ამ კონკრეტულ მომენტში ისრაელმა ირანის წინააღმდეგ არის ისიც, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი პრეზიდენტი, ახალი ადმინისტრაცია არის მკვეთრად ანტიირანულად განწყობილი და ამ ანტიირანულ განწყობაში მეგულისხმობ იმას, რომ ამერიკის ხელისუფლებამ არის ასე ვთქვათ თავდაჯერებული და მიზანდასახული იმ კუთხით, რომ მას სურს კონკრეტული შედეგის დადება ირანთან ურთიერთობაში. კერძოდ, რომ ირანს არ კონდეს საშუალება განავითაროს ბირთვული შეერაღება. ხედავს რა ისრაელი, რომ აი ასეთი სახარბიელო გეოპოლიტიკური ვითარება შეიქმნა ახლო აღმოსავლეთში და შეიძლება ითქვას გლობალურადაც. რა თქმა უნდა, ისრაელმა არ დააყოვნა და გამოიყენა ეს შესაძლებლობა თავის სასარგებლოდ. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა მიემატოს კიდევ ის ვითარება, რომელიც უშუალოდ არაბულ ქვეყნებში ვითარდებოდა ამ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, როდესაც არაბული სახელმწიფოები სულ უფრო მეტად იხრებოდნენ იმისკენ, რომ სამხედრო კუთხით არ უნდა გადაწყდეს ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი, რომ არსებობს ამისთვის მხოლოდ დიპლომატიური გზა და რომ ირანი შესაძლოა და აღარ წარმოადგენს უკვე ისეთ საფრთხეს არაბული ქვეყნებისთვის, აქ პირველ რიგში საუბარი მაქვს სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნებისთვის, ისეთ საფრთხეს, როგორც ეს იყო თუნდაც 2023 წლამდე, სანამ საუდის არაბეთი შეურიგდებოდა ისლამურ რესპუბლიკას. ამიტომაც ისრაელისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ აი ეს დაახლოება არაბულ ქვეყნებსა და ირანს შორის, რომელიც მიმდინარეობდა 2023 წლის მარტიდან, შეიძლება ითქვას, ზოგ შემთხვევაში უფრო ადრეთაც დაიწყო, მაგრამ აი მარტიდან ამ 2023 წლიდან პრაქტიკულად ეს პროცესი დაჩქარდა, რადგან საუდის არაბეთსა და ირანს შორის მოგვარდა ურთიერთობები ასე ვთქვათ, სხვადასხვა ქვეყნების მედიაციით, მათ შორის რა თქმა უნდა ჩინეთის და რა თქმა უნდა ისრაელი იყო შეწუხებული ამ ახალი გეოპოლიტიკური პროცესით, რადგან არ სურდა, რომ არაბებსა და ირანელებს შორის ურთიერთობები სრულად მოგვარებულიყო და ამით პრაქტიკულად ისრაელის ინტერესები დაზიანდებოდა. ისრაელს სურდა არაბებთან ერთად საერთო ფრონტის ჩამოყალიბება ირანის ირანის ეს თქო ბირთვული პროგრამის საკითხის მოსაგვარებლად. მაგრამ როგორც ითქვა, ამ ბოლო პერიოდში არაბულმა ქვეყნებმა უფრო სხვა გზა აირჩიეს. მათ აღარ აირჩიეს მკვეთრად ანტიირანული პოზიცია, არამედ დაიწყეს უფრო ლავირება ისრაელსა და ირანს შორის, ხშირად უფრო პროირანული პოზიციაც კი დაიკავეს.
ამიტომაც აი ამ ცვალებად გეოპოლიტიკურ ვითარებაში მიუხედავად იმისა, რომ ძალთა ბალანსი მკვეთრად ისრაელის მხარეს არის, მაინც იყო ისეთი მომენტები, რომელიც უბიძგებდა ისრაელს, რომ უფრო სწრაფად განეხორციელებინა სამხედრო შეტევა ირანზე, რადგან შესაძლებელია, რომ არაბებსა და ირანს შორის, თქვათ, უფრო მჭიდრო ურთიერთობა დამყარებულიყო, რაც რა თქმა უნდა უფრო გარკვეულწილად გაართულებდა ისრაელის მოქმედებებს ირანის წინააღმდეგ. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა დაემატოს კიდევ ერთი საკითხი, თუ რა გზის არჩევას აპირებს ირანი ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ვარიანტი არის ის, რომ ირანმა უფრო მეტი რესურსი ჩადოს ახლა უკვე ბირთვული შეერაღების შექმნაში, რისთვისაც მას პრაქტიკულად ძალიან მცირე დროს ესაჭიროება და არც თუ ისე უკვე დიდი რესურსიც. ანუ ამ შეტევამ ირანის სამხედრო ობიექტებზე შესაძლოა პირიქით უბიძგოს კიდევაც ისლამურ რესპუბლიკას, რომ განავითაროს ასე ვთქვათ ახლა უკან აღარ დაიხიოს არც ერთ შემთხვევაში და განავითაროს ბირთვული იარაღი. მეორე ვარიანტი არის ის, რომ ირანმა ჩამოაყალიბოს ახალი, ასე ვთქვათ, თავდაცვითი სტრატეგია ახლო აღმოსავლეთში, თუ ადრე 2023 წლამდე, ანუ შიში იმისა, რომ ირანი შექმნიდა ბირთვულ შეიარაღებას და ის, რომ მას ყავდა ძალიან ბევრი მოკავშირე, რომლებიც ქმნიდნენ, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობის ღერძს, აი ეს ორი კომპონენტი ქმნიდა ესეც საინტერესო მიდგომას, როგორც არის წინახაზე თავდაცვა. ანუ პრაქტიკულად ირანი ამ ორი ინსტრუმენტით, საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტით, სამხედრო საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტით ცდილობდა მოწინააღმდეგეები თავის საზღვრებიდან, ასე ვთქვათ, შორს დაეჭირა, რაც გამოსდიოდა კიდევაც და ამ წინახაზე თავდაცვა მიმუშავა საკმაოდ ბევრი დიდი ხნის განმავლობაში. პრაქტიკულად ათწლეულების განმავლობაში გამოვიდა ირანს აი ამ მიდგომით წარმატების მიღწევა საგარეო პოლიტიკურ მიმართულებაზე. მაგრამ ახლა, როდესაც ეს ძალთა ბალანსი მკვეთრად შეიცვალა, წინახაზე თავდაცვა აღარ მუშაობს, რადგან წინააღმდეგობის ღერძი აღარ ფუნქციონირებს პრაქტიკულად, ან არის ძალიან დასუსტებული, ხოლო შიში იმისა, რომ ირანი შექმნის ბირთვულ შეიარაღებას და ამიტომაც ირანს არ უნდა დაესხათ პირდაპირ, ესეც გაქრა, რადგან როგორც ხედავთ, ისრაელმა უკვე მერამდენეთ განახორციელა პირდაპირ შეტევა ირანის სამხედრო ობიექტებზე. რა თქმა უნდა, ეს ბოლო შეტევა არის ყველაზე მასიური იმ შეტევებისგან, რაც ისრაელმა განახორციელა 24 წლიდან მოყოლებული ისლამურ რესპუბლიკაზე. დღევანდელი შეტევა არის რიგით მესამე მასიური შეტევა ისრაელის მხრიდან. ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, ირანს აქვს კიდევ ერთი შესაძლებლობა, ეს არის პირდაპირ უარის თქმა ბირთვულ პროგრამაზე, რაც როგორც ლიდერებმა, ამ ქვეყნის ლიდერებმა მრავალჯერ თქვეს, არის პრაქტიკულად შეუძლებელი რამ, მით უმეტეს აი ამ სამხედრო შეტევის შემდეგ. ამიტომაც ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის საკმაოდ რთული პერიოდი იწყება, როდესაც მასზე ხორციელდება პირდაპირ ეკონომიკური ზეწოლა, პირდაპირ სამხედრო ზეწოლა. ირანს არ ყავს დიდი მოკავშირეები, არც რუსეთი, არც ჩინეთი, არც რომელიმე სხვა აზიური ქვეყანა არ არის ირანისთვის პირდაპირ მოკავშირე, რომელსაც ვალდებულება იქნება, რომ დაიცვას ისლამური რესპუბლიკა. თუმცა ირანს აქვს საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ საკმაოდ ხანგრძლივ
ურთაბრძოლაში, პირდაპირ სამხედრო ურთაბრძოლაში შევიდეს მოწინააღმდეგეებთან, მათ შორის რა თქმა უნდა ისრაელთანაც. აი ამ ყველაფრის ფონზე რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია ეს მოკლე ეს თქვათ ვიდეო იმით დავასრულოთ, რომ ეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს თქვათ ფუნდამენტური ცვლილებები და მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების მცდელობებისა, რომ გავიდნენ ახლო აღმოსავლეთიდან და ეს რეგიონი გარკვეულწილად უსაფრთხოდ გახადონ და მთელი თავის ყურადღება გადაიტანონ ინდოეთ-წყნარი ოკეანის ასე ვთქვათ სივრცეში, რათა შეაკავონ ჩინეთი, ახლო აღმოსავლეთი არ კარგავს თავის მნიშვნელობას და პრაქტიკულად ამერიკის ჩარევის გარეშე ამ რეგიონში არ წყდება ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი საკითხები, რაც დღევანდელი ასე ვთქვათ მოვლენებითაც დასტურდება და რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ამერიკას კიდევ მრავალი წელი თუ არა აწლეული კიდევ მოუწევს ახლო აღმოსავლეთის საკმაოდ აქტიური როლი შეასრულოს. რითაც რა თქმა უნდა გარკვეულწილად ხეირობს რუსეთიც, რადგან ნაკლები დრო ექნება ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს რომ ყურადღება მიაქციონ იმას თუ რა ხდება უკრაინაში და რა თქმა უნდა ამით არაპირდაპირ მაინც ხეირობს ჩინეთიც, რომელსაც არ აწყობს რომ დასავლეთის, კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატების მთელი ეს თქვა სამხედრო დიპლომატიური ენერგია და რესურსები მიმართული იყოს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონისადმი.